ფინალში ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა შიდა კონკურენციისთვის მან დაამარცხა ევროპის შავშანდელი ჩემპიონატის შვეიცარიის პრიზიორი ახალ მოსწავლეებში ალექსი გონი. გელერმა პირველ წრეში მოუგო ჩვენს დიმა მუშკუდიანს 5-0. ხა კი ნაურ გელერი ისრაელი და ნიკოლოზ ხიზიანიშვილი ვარიანი საქართველოს. ერთი ვარიანელი ყავს უკვე ჩემპიონი ზაზა მდინარიძე. ბრინჯაოს მედლები 63 კილოში მოიპოვეს ბათუმელმა საბა ხიმშიაშვილმა და სომეხმა ტიგრან ბარდასარიანმა. 6 თუ 7 სპორტსმენით იყო ისრაელი ჩამოსული, მათ შორის ერთი გოგონა იყო, იმ გოგონამ ვერცხლის медаლი მოიპოვა. 4 კაცი ყავდათ ნახევარფინალში, 3 ბრინჯაოს медаლი მოიპოვეს და აქ ნუ მინიმუმ ვერცხლი აქვს ნაორ გელებს, თუმცა ამ ბრძოლის ფავორიტი ხიზანიშვილი იქნება. ედვარდ ვარდანოვი რეფერი საერთაშორისო კატეგორიის რუსთავი. პირველი რაუნდი. კარგად უჭირავს თავი ჯერჯერობით გელებს თანაბარი ბრძოლა. პირველი რაუნდიც მიიწურა ამასობაში. გონგი მოიგო ხიზანიშვილმა პირველი რაუნდი მცირე უპირატესობით 5 მსაჯთან. მოიგებია, შენივით მოიგებია ხიზანიშვილმა გელებს 2 მცდელობა ხონდა შეტევის დაწყების.
ისე შეტევა იყო გელევის. ჩვენი მეტოქე ცაცია. გააქცევდა გელები ცხადია პირველი რაუნდი წააგო 5-0 და სულს ეხლა თუ არ შეიტანა გარდატეხა მესამეში გვიან იქნება. ასეთი კლინჩები, შეჩერებები დროის გაყვანა უკვე ხიზანიშვილს აწყობს და მარცხენა ხუკის სადაეხა ნიგამ შემდეგ მარჯვნიდან მოარტყა და ბევრიც აღარ დაგჭა რაუნდის ბოლომდე. ცოტათი უფრო აქტიური იყო გელები, მაგრამ ვერ გეტყვით ახლა ეს აქტიურობა საკმარისი იქნება თუ არა მსაჯების ხმების მოსაპოვებლად ბოლოს კარგად დაახევინა უკან შედეგიანი დარტყმის ხიზანიშვილმა და მეორე რაუნდიც ამით მორჩა. მანგარში იგივეა, კი ბატონო, გაიბრძოლა გელებმა, მაგრამ ვერაფერს გახდა. აკონტროლებს მას სრულად დისტანციიდან ნიკოლოზ ხიზანიშვილი. შემდეგ ფინალი ასეთი იქნება იუსიფ ხასანლი, აზერბაიჯანი და ლუკა ქიტუაშვილი, საქართველოს გორი. შემდეგ უკვე შიდა ქართული დაპირისპირება იქნება ბათუმელ მათე დუმბაძესა და ქუთაისელ საბარატიან შორის, ესეც მნიშვნელოვანი იქ. წონის ლიდერი უნდა გაირკვეს 70 კილოსი. სამოცდაექვსი ლიდერი არის თემურ პავლიაშვილი, საქართველოს ჩემპიონი და ბაქოს ტურნირის გამარჯვებული, რომელიც ამ ტურნირს ტოვებს. თითქმის ყველა საქართველოს ჩემპიონი გამოდიოდა ამ ტურნირზე. არ იყო თემურ პავლიაშვილი და არ იყო გიორგი გულედანი, 80 კილოგრამის ჩემპიონი, როგორც მითხრეს, მას ტრავმის გამო ტოვებს ეს ამ ტურნირს, იმედია ევროპის ჩემპიონატისთვის მომჯობინდება და ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება ის იქნება 1-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით მონტენეგროში ქალაქ ბუდვაში. ისეთ კარგი ტაქტიკოსია ხიზანიშვილი, როგორც ხედავთ, არ გადასულა რაღაც თავზე ხელაღებულ შეტევებში, არც ერთ ეპიზოდში ისეთი დინჯად აკონტროლებდა სიტუაციას, ყველაფერს პასუხობდა ადეკვატურად და საბოლოო ჯამში მას დიდი უპირატესობა დაუგროვდა. მესამე რაუნდს ის იგებს უკვე თავათაც შეამჩნევდით, მესამე რაუნდსაც უფრო სწორედ და ჯამში აქ გამოვა 5-ჯერ 30-27 და მეორე ვარიანელი გახდება გიორგი კანდელაკის ტურნირის გამარჯვებული და მე-6 ქართველი. სამკილოგრამში ნიკოლოზი არის უკვე ჩვენი ნაკრების პირველი ნომერი და უშუალოდ მას და ისე როგორც ჩვენ ნაკრებს წარმატებები, კარგი მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და კარგი გამოსვლა. ნიკოლოზ ხიზანიშვილი არის გიორგი კანდელაკის ტურნირის ჩემპიონი, ეს მალე დადასტურდება ოფიციალურად. ისრაელმა კი დაასრულა ეს ტურნირი, მათ აქვს 2 ვერცხლის მედალი, 1 გოგონებში და 3 ბრინჯაოს. ერთმანეთს აღიარა უპირობოდ მოდაქის გამარჯვება.
ეხლა კი იუსიფ ხასანლი, ლუკა ქიტუაშვილი. გორი 66 კილოგრამში იყო რა მონაწილე შესაბამისად მეოთხე ფინალიდან დაიწყო ყველამ. ხასანლი პირველ წრეში ჩვენი თემურ კახიძე დაამარცხა 5-0 და ალბათ გეხსოვებათ ეს ბრძოლა ლუკა ქიტუაშვილმა სასწაული ბრძოლა შეუბრუნდა ნიკა ნაცვლიშვილს. ნაცვლიშვილი იგებდა 28-ს 5 საჭთან 2 რაუნდის შემდეგ ესეთი ბრძოლები როგორც წესი შემოbrunება შეუძლებელი არის ხოლმე, მაგრამ ქიტუაშვილმა ეს მოახერხა. მეტოქე ორი გაფრთხილება მიიღო მესამე რაუნდში, ნოკდაუნში